ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძალიან მაგარი თემით და ძალიან მაგარი სტუმრებით თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის. ბიოდიზელ ჯორჯიასა და EPM ტერმინალს ფოთს შორის ერთობლივი, ესე ვთქვათ, ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და დღეს ამ საკითხზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში. დღეს მე გადაცემაში თანაწამყვანობას გამიწევს საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონო ვანო თრალაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვანო. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია ალტერვეისთან, ბიოდიზელ ჯორჯიასთან თანამშრომლობს, პარტნიორობს, მეგობრობს და შესაბამისად დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარიც ბატონი მურმან ბატარაია, რომელიც ბიოდიზელ ჯორჯიას დამფუძნებელი არის ჩვენთან ერთად. როგორც ყოველთვის, მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემები გქონდა ხოლმე ერთად გაშლილი და ასე იქნება. ამ აგვისტოში და ცხადია სექტემბრიდან ახალი სეზონიდანაც. ვაფასებთ ამ პარტნიორობას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონებო სტუდიაში და უპირველეს ყოვლისა ბატონო მურმან აი გვიანბეთ ამ თანამშრომლობის მემორანდუმის კომპონენტებზე რას ისახავს მიზნად ეს თანამშრომლობა EPM ტერმინალ ფოთთან და შესაბამისად აი რა ძირითადი კომპონენტები არის განსაზღვრული მდგრადი განვითარების პრიზმაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაინტერესდით ზოგადად ამ თემით და ყურადღების გარეშე არ დატოვეთ ეს ინიციატივა. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით მთელი ამ წლების განმავლობაში. საუბრობთ ნარჩენების მართვის თემატიკაზე, საუბრობთ განახლებადი ენერგიებზე, მწვანე, ასე ვთქვათ, ბიზნესის გამწვანებაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამის შედეგები უკვე ჩანს სანდრო და დამიჯერეთ ესეთერი დავიმახსოვროთ რამოდენიმე წელში ამის შედეგები უფრო ხელშესახები გვექნება. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ თანამშრომლობას ბიზნესის განვითარების მე-9 წელს ბიოდიზელი ჯორჯიამ გადაწყვიტა რომ ძალიან აქტიურად დაიწყოს მუშაობა ბიოსაწვავის საქართველოში რეალიზების მიზნით. გახსოვს ამ ეთერშიც არაერთხელ მისაუბრია რომ ჩვენი ძირითადი ბაზრები მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ევროკავშირის ქვეყნები, ევროპა. და ძალიან კარგი თანამშრომლობა გქონდა და გვაქვს და ეს სტრატეგია ისევ რჩება რა თქმა უნდა გერმანიასთან, საფრანგეთთან, ისპანეთთან, პორტუგალიასთან და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ყავს ამ მიმართულებით. თუმცა ყოველთვის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ასევე ადგილობრივი ბაზარი. და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, ეს არის ეკონომიკური მიზეზი და ეს არის გარემოსდაცვითი მიზეზი. რა თქმა უნდა ორივე მიზეზი მნიშვნელოვანია და ყოველთვის ჰქონდა ლაიტმოტივი ის რომ ადგილობრივი ბაზრებისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი პროდუქტები და მოგვეხდინა ასე ვთქვათ ბიოსაწვავის რეალიზება. და პირველი სტრატეგიული პარტნიორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ბიზნესის განვითარების მდგრადი სტრატეგიით გამოირჩევა ეს არის EPM ტერმინალს ფოთი, რომელთანაც მართლაც რომ ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. ხელი მოეწერა მემორანდუმს და მემორანდუმის მთავარი მიზანი არის ნავსადგურში ნახშირბადის კვალის შემცირება ბიოდიზელის გამოყენებით. თუმცა ეს არ არის მარტო ბიოდიზელის მიწოდების ასე თქვა თანამშრომლობა, ეს თანამშრომლობა უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, უფრო შინაარსობრივია და ის გულისხმობს ტექნიკურ და საოპერაციო ნაწილსაც, მონიტორინგის ნაწილსაც და რეპორტინგის ნაწილსაც, ბიოდიზელის მიღება, დამუშავება, უსაფრთხო დასაწყობება, ბლენდირება ჩვეულებრივ ნავთობდიზელთან, მისი გამოყენება საპორტო ტექნიკებში, შემდგომი უკვე რეპორტინგი, შემდგომი კვალიფიციური ადამიანების მიერ, ასე ვთქვათ, სათბური აირების შემცირების დათვლა და მისი გამოქვეყნება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, აი ეს არის მთელი ჯაჭვი ამ კოოპერაციის. ეს არის დაწყებული მიწოდებიდან ბოლო ნაწილამდე, რეპორტინგამდე დათვლა სათბური აირის შემცირების და სხვა შორის EPM ტერმინალს საერთაშორისო კომპანიას მისი გარემოსდაცვითი სტრატეგიის, მისი ბიზნესის გამწვანების პოლიტიკის, მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში აბსოლუტურად ჰარმონიზებაშია ეს ნაბიჯები, მისი მხარდაჭერა ინოვაციების მიმართ, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართ სრულ ასე ვთქვათ ჰარმონიზაციაში ეს სტრატეგია და რა თქმა უნდა საქართველოს და EPM ტერმინალს ფოთი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ პროცესში. ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი ჯაჭვია ეს ყველაფერი და ინიციატივა, თვითონ შემართება მემორანდუმის, რომელიც ამ ყველაფერს ისახავს მიზნად. ეს არის ტიპიური მაგალითი ცირკულარული ეკონომიკის ამ შემთხვევაში პასაჟის და აქტის. ეხლა საერთაშორისო პრაქტიკაზეც მე აუცილებლად მინდა გკითხოთ და შესაბამისად აი საერთაშორისო პრაქტიკა რას გვეუბნება და ასე შემდეგ, რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიღებთ. მე არ მოყვარს ხოლმე როგორც ეს საუბარი იმაზე, რომ აი ყველაფერს სწავლობთ. არა, ქალბატონებო და ბატონებო, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ პირიქით ვასწავლით ხოლმე
ხშირ შემთხვევაში მათ შორის ევროპულ მხარესაც, იმიტომ რომ არავის ნაკლები შეიძლება ჩავთვალოთ. ძალიან რა თქმა უნდა, არავის ნაკლები არ არის ქართულ ბიზნესში. Biofuels International-ი არის ესეთი ძალიან დიდი პლატფორმა LinkedIn-ზე, არა მარტო სოციალურ ქსელებსა, ზოგადად და არის აი შემთხვევით იმ დღეს ნახე LinkedIn-ზე, რომ ჩვენი კოოპერაცია გადაზიარებული, იშვიათად რომ თუნდაც აი ნიუსებიც ისეთი ფილტრადია, სანდრო, კარგად გესმის ეს საკითხი ხა მედიაში ხარ წლებია და უდიდესი გამოცდილება გაქვს და ეს კოოპერაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პარკლებში ბატონოვანო იმდენად მათთვის მნიშვნელოვანი მოულოდნელი და ახალი იყო, რომ ეს ინფორმაცია თქონდათ გადაზიარებული, მიმდევრები ყავთ, არ ვიცი, მილიონობით და აი ძალიან მაგარი აქცენტი არის, აი ძალიან მაგარი, აბათ მოუჭარით მე მგონი, ცალკე დავდებთ, რომ აი როგორ შეგვიძლია ჩვენც ვასწავლოთ, მაგარია ნამდვილად, მურმან დაგიბრუნდებით აუცილებლად. ბატონოვანო, ხშირად ყოფილა ხოლმე ხა მე და თქვენც ძალიან ხშირად მოგვიწია ხოლმე შეხვედრები საქართველოს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ეგიდით, იგივე დასავლური ინსტიტუციებთან, ხო, იგივე ევროკავშირის კომპონენტები, წარმომადგენლობები, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსები და ამ შემდეგ და აღმოჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ აი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, რომელთაგანაც ბევრი რამე გვაქვს ნასწავლი, თქვენი არაერთი ვიზიტით უნდაც იგივე ბრიუსელში და ამ შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის კომპონენტები, რომ შენ თუ ქართულ ბიზნესს ჩარჩოებს მოუხსნი და რეალურად რეგლამენტს განავითარებინებ და ამუშავებ ისე, როგორც მას წამს, როგორც მას ესმის და ძალიან მარტივი მიზანია, ხო? პრობლემა გადაჭრას, ხო? მე ვთქვი, რომ ქართულ ბიზნესს ამ შემთხვევაში ბადალი არ აქვს და ამის მაგალითად არის ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, რომელმაც ფაქტიურად აი თავის დროზე წლების განმავლობაში, როდესაც ცირკულარულ ეკონომიკაზე ვილაპარაკობდა 5 წლის წინ. საერთოდ ქონდა ამაზე აქცენტირება და ამ შემდეგ დღეს უკვე ამაზე საუბარი არის დაწყებული. ეს რა თქმა უნდა დამსახურება არის დიდი საინფორმაციო აქტივობების, დიდი შეხვედრების, დიდი B2B კამპანიების, დიდი აქტივობების, რომ ფაქტიურად დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი და პირდაპირ ეთერებშიც ქონდა ამაზე აქცენტირება, რომ დღეს საწარმოებზე მიდის ზოგადად ლაპარაკი და არამც ლაპარაკი კონკრეტულად დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მზის სინათლეს ნახავს ეს პროექტი. შესაბამისად აი ძალიან მიხარია გულწრფელად ბატონებო, რომ დღეს აი ჩვენ შორის აი ამაზე მიდის საუბარი და აი ამას ისმენს ჩვენი მრავალრიცხოვანი აუდიტორია. ორმხრივად მინდა შეგაფასებინოთ და გთხოვოთ ბატონოვანო, აი პირველი ეს აქტი, რომელიც ბიოდიზელ ჯორჯიასა და APM ტერმინალ ფოთს შორის დაიდო, ძალიან კარგი მაგალითი და ილუსტრაცია ცირკულარული ეკონომიკის და მეორე ნაწილში უკვე ის აქცენტები, პარიტეტები და კომპონენტები, რაც უკვე ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის რეგლამენტით ხორციელდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ბატონ მურმანის, ჩვენ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა და ალტერვეის შორის არსებობს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეს პარტნიორობა, ურთიერთთანამშრომლობა 2 წელზე მეტი თვლის და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა გამოირჩევა იმ დინამიური განვითარებით, სწრაფი განვითარებით, რაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრისთვის იყოს ესეთი მართლაც წარმოუდგენელი და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ ეხლა მე მინდა მივულოცო კონკრეტული ეს ფაქტი ბიოდიზელს. მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ზოგადად ხო უპრეცედენტო არის ის, როდესაც საქართველოში იწარმოება ბიოსაწვავი. რა წარმოვიდგინოთ, საქართველოს ბაზარი თავიდან ბოლომდე ხო ნავთობპროდუქტების ბაზარზეა საუბარი, ეს არის დამოკიდებული იმპორტზე 100%-ით და აი ამ ჭრილში, როდესაც ჩვენ გვაქვს საწარმო, ხო, ეს უნიკალური შემთხვევა, მოდი ესე ვთქვათ, ნუ რეგიონის მასშტაბითაც თუ განსაზღვრით, ესეც მართლა უპრეცედენტოა, როდესაც საქართველოს აქვს თავისი წარმოებული ბიოსაწვავი ეს-ერთი და წარმოებული ბიოსაწვავის მიღმა ის უკვე კონკრეტულ ესე ვთქვათ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ესე ვთქვათ მნიშვნელოვან ბიზნეს ესე ვთქვათ ობიექტებს, სუბიექტებს ამარაგებს. ეს მართლა ღირსშესანიშნავია და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა თუნდაც ის არეალი, რომელსაც ბიოდიზელი ხაზავს, ხო, იმ კუთხით, რომ მან წარმოება გაზარდოს, მიაწოდოს ეს შესაბამისად, ხო, ცალკეულ აღებულ ბიზნეს ჯგუფებს, ეს იქნება მზარდი და დინამიკა. ამაში მე დარწმუნებული ვარ. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი საქართველოში წარმოებული ბიოსაწვავი, ის უკვე გადის ხმარებაში და მას დარწმუნებული ვარ, მალე ეყოლება ძალიან ბევრი კმაყოფილი მოხმარებელი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მწვანე თემებთან, ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან, იმიტომ რომ საწყისი ეს არის და რა თქმა უნდა თქვენ ცირკულარული ეკონომიკა ახსენეთ და მის მიღმა ზოგადად ხო ბიზნესი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროკავშირში არის საკმაოდ ტრენდული, ეს არის მისაბაძი, როდესაც კომპანიები ითვლებიან მაღალ პასუხისმგებლი არ კომპანიებად, როდესაც ისინი განსაკუთრებით საწვავის სქემა საწვავის ინდუსტრიაში აწარმოებენ ესე ვთქვათ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა საწვავს. ეს ერთი მხარე და ეს არის ძალიან
ის შესანიშნავი და დასაფასებელი და მინდა წარმატებები უსურვო კომპანიას და რაც შეეხება იმ ურთიერთობას, რაც ჩვენ შორის არის, ხო? და რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ ჩვენ რეალურად დღეს წარმოების გაფართოებული ვალდებულების ინსტიტუციები, რომელიც 3 წელს ითვლის, ანუ ძალიან ახალგაზრდა კომპანიები, პატარა კომპანიები, ისინი გაჩნდნენ ბაზარზე, მათ დაიწყეს ესე ვთქვათ კონკრეტული სპეციფიკური ნარჩენების ამოღება და ის ნარჩენი, რასაც ნარჩენი ზეთი ქვია, საავტომობილო ინდუსტრიული ნარჩენი, ეს არის სახიფათო ნარჩენი, უკიდურესად დამაბინძურებელი გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი. ჩვენ დაგვევალა რომ რაღაცა მოცულობები სახელმწიფო ვალდებულების და გეგმინა გამომდინარე ამოვიღოთ. მაგრამ დღის წესრიგში იდგა მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, საწაგვეღო ეს ნარჩენი, ხო? ერთია, როდესაც იღებთ, აქაც თავისთავად ეს ძალკენ ესე ვთქვათ რუტინა ამის ამოღება, იმიტომ რომ შავი ბაზარი იქ, აღურიც ხავი ძალიან ბევრი და ამ ჯერ ამის გამკლავება როც არ მოვიდგინო და მეორე სიტყვაზე, ხო? ჩვენ ხო კლასიკური გაგებით არა ვართ, თქვა მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვართ ასოციაცია, რომელიც ვალდებულებას ასრულებს და მისი ძირითადი ფუნქციაა, რომ ლოჯისტიკური ოპერაციები განახორციელოს. ამიტომ საჭირო იყო ყოფილიყო ჯგუფი, რომელიც შესაბამისად აი მეორე ფაზას, მის დამუშავებას, კანონის შესაბამის დამუშავებას უზრუნველყოფდა და აი ამ შემთხვევაში სწორედ ალტერნატივისტი გამოჩნდა ის ჯგუფი, რომელიც მათ შორის ჩვენთვის, ჩვენი პარტნიორი MGV-ებისთვის და ზოგადად საქართველოს რეალობას აი ზუსტად ანალოგს ვაკეთებ ბიოსაწვავი და ფაქტიურად ეს მეორე საკითხი იგივე მწვანე თემა იგივე წარმოებამდე ვერ მივედით და აქაც საკმაოდ დიდი პროგრესი მოხდა რა პროგრესი მოხდა იმისი რომ მithქვია თქვენ ეთერშიც რომ მისი სხვა ექსპორტირება ევროკავშირის ქვეყნებში ხო ეს არის ურთულესი პროცესი არ წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რაღაც ჩვეულებრივი პროდუქტი ჩვეულებრივი ნარჩენი რომლის ტრანსპორტირება რა ეს სხვა რაღაც მიდის ძალიან ესეთი უბრალო რუტინით ხო ძალიან ბევრ ნებართვაზე გადის პარტნიორის მოძიება იქ საზღვაო გზით გადაზიდვა სანდრო უნდა ასე ვთქვათ ბაზელის კონვენციის შეთანხმებას რასაც 4 თვე და ძალიან ურთულესი პროცესია თუმცა დღეს ფაქტიურად ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი სახეზე ის რომ მაგალითად ალტერვეისტის საშუალებით ჩვენ ვაძლევთ კონკრეტულ ნარჩენს ალტერვეისტი უზრუნველყოს მის უსაფრთხო ესე ვთქვათ ტრანსპორტირებას ექსპორტირებას ევროკავშირის ქვეყნებში ამ ეტაპზე მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს იმიტომ რომ მეორე მხრივ როცა ჩვენ საუბრობთ ადგილობრივი წარმოების შექმნაზე ხო ანუ ალტერვეისტის აქ ეს იდეაც ეს გეგმაც რომ მომავალში ესე შეიქმნას და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მაგ დონემდეც მივალ, თუმცა ამას ყველაფერს დრო ჭირდება. ამას ჭირდება გამოცდილების გაზიარება, ამას ჭირდება პროცესის შეფასება და ალტერნატივა მის სასახელო შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უთულესი პროცესი, ლოჯისტიკური პროცესი დღეს რეალურად ამ ჯგუფმა ძალიან კარგად დაალაგა და უფრო მეტის ახლა დღეს მაგალითად მათი შემოთავაზება უფრო დიდია, ანუ მათ შეუძლათ გაცილებით მეტი თვირთის აღება, ვიდრე ჩვენ რეალურად შეგვიძლიათ მათ ესე ვთქვათ ნარჩენები გადავცეთ. ამიტომ ზოგადად პირიქით იყო. ხო, იყო. ამიტომ ქვეყანაც ახლა მე მინდა დაუბრუნდე იმ ნაწილს, რასაც ქვია თქვა ქვეყნის პოლიტიკა, ხო, დღეს ჩვენ ხო ყველა ერთად მივდივართ იმ გზაზე, რასაც ევროკავშირის გზა ქვია, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ესეც არის და შესაბამისად ის ვალდებულებები, ხო, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, მათ შორის მწვანე თემებთან მიმართებაში, გარემოს დაცვასთან საკითხებთან მიმართებაში, ხო, მათ შორის ნარჩენების მართვასთან მიმართებაში, ხო, ეს პროცესები, ხო, რაღაცა დოზით გაზრდის სწორედ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, იმიტომ რომ კიდე ერთი ხაზგასმა აქვს, რომ დღეს ამ პროცესში ჩართულია ბიზნესი, რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ არ წარმოვიდგინოთ სახელმწიფო კომპანიას, არ ვართ ჩვენ სახელმწიფო ვალდებულებას ვასრულებთ, ვართ ცალკე აღებული ჯგუფი, მათ შორის ჩვენი დამფუძნებლები, ხო, ეს იქნება ავტობანი, ვინტო თქვა, ძალიან ბევრი ჯგუფი, ხო, ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ იმ ვალდებულებას, რასაც ქვია ნარჩენების უსაფრთხო ამოღება, შეგროვება და ფაქტურად თავის ძირითადი თემის მიღმა, რაც არის ბიზნესის წარმოება და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, ხო? ესეც მათ ამ შემადგენლის, ესე ვთქვათ, შემადგენელი გახდა და რეალურად ხო ამ პროცესში ჩვენ უკვე ხედავთ უკვე და ეს არის ძალიან კაი მაგალითები, აი თუნდაც დღევანდელი თქვენი გადაცემა, როდესაც საქართველოში ჩდებიან ჯგუფები, კომპანიები, რომელთაც უკვე არა მარტო სურვილი აქვთ, არამედ უკვე კონკრეტული შედეგები აქვთ მიღწეული. გამოცდილება დაგროვილი და ესეც როგორ არის, იცით ახლა თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მაგალითად უბრალოდ ფიზიკურად არ არიან საქართველოში ჯგუფები, ვინც ამ საქმიანობაში არიან ჩართულები. და სხვათა შორის ამ საქმიანობაში ჩართვა არის ასევე მეორე დიდი რისკი იმის. თუ რამდენად ანუ რისკს იღებ იმ მიმართულებით, როცა არ იცი შენ რა პროცესში მონაწილეობა, როდესაც ბევრი რაღაცა მათ შორის შავი ბაზარი, რაღაც ლოგისტიკური ამბები არ არის დალაგებული, ბიზნესი იღებს რისკს თავიდან ბოლომდე.
იმ საქმიანობაზე, რაც და ესეც რა თქმა უნდა ბიოდიზელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ხარჯაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა ბატონო ვანო პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით და ეს იყო ორმხრივი, სანდრო მე ესე ვიტყვი, ეს არ იყო სამხრივი ნაბიჯები, რასაც ბატონო ვანო საუბრობს. კი, და აი ეს არის რა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გეთანხმებით ბატონებო აბსოლუტურად, რომ ჯაჭვი ქვეყანაში არ არსებობდა. შეიძლება დღესაც მოვიკოჭლებთ რაღაც შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების, მათ შორის პარიტეტების, ადამიანების ნაწილში, ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს განვითარებადია, იმიტომ რომ რას მოყავს გაზაფხული? ადამიანებს. რა თქმა უნდა. გადატანითი მნიშვნელობით მაქვს ახლა რა თქმა უნდა საუბარი, შეიძლება პირდაპირაც, მაგრამ კიდევ ერთხელ, ანუ რამდენი წარმატების მაგალითი ძიდება ქვეყანაში, შესაბამისად იმას ებმის მერე ინდუსტრია, იმას ებმის, აი წარმატების გამოცდილება ხო თუნდაც, ხო? დღეს უკვე გამოცდილებები არსებობს. ეს ჩვენ მოგწევს საშუალებას, რომ 2 წლის თავზე პირობითად ვიძახი, ან 1 წლის თავზე სხვა ახალ გამოწვევებზე ვისაუბროთ და ეს არის ბიზნესის განვითარების ნაწილი, მეტი ხო არა რა? აბსოლუტურად გეთანხმებით, აი მე კონკრეტული მაგალითებით რო ვიმძღვანელოთ, ხო იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ მაგალითად თვის განმავლობაში ერთ კონტეინერს, თქვა თვეების განმავლობაში 2 კონტეინერს ტვირთავდით, ხო? რეალურად ეხლა დღეს ჩვენ გვაქვს იმ პერიოდზე იმდენად გაიზარდა ეს ურთიერთობა და ჩამოყალიბდა, რომ ყოველთვიურად სიტყვაზე იქ 4-5 კონტეინერი იტვირთება. ანუ რეალურად და მათ შორის ეს პროცესი, რასაც ქვია ამ ტვირთვის დატვირთვა, გატანა, ხო? ეს რუტინა, ხო, მუდმივ რეჟიმში არის. ანუ ის რაც ჩვენ მაგალითად თუნდაც წელიწადნახევრის უკან ვერ წარმოგვედგინა და იყო ძალიან ესეთი რთული პრობლემა, საგონებელში ვიყავით, რომ ეხლა ნარჩენს ვიღებთ, ეხლა საბჭავიღოთ რა უყოთ ამ ნარჩენს, იმიტომ რომ განსხვავებით საბურავისგან, ხო ეს არის სახიფათო ნარჩენი, რომლის მოთავსება მოითხოვს სპეციალურ რეზერვუარებს და რო წარმოიდგინოთ, რამდენი უნდა მოათავსო, რომელიც ეს ალკე ნაწილია, მაგრამ ამის გაგრძელება მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მაინც ზოგადად მაინც ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა მაინც საწარმო თემა განავითაროს. ეს არის ის, რომ საბოლოო ჯამში ხო აი და კონკრეტული მაგალითი ისევ ის, აი თქვა იგივე ის წარმატება, რასაც ბიოდიზელი აღწევს, ხო? მათ შორის თუნდაც იმ მიმართულებით, რაც ბიოსაწვავის წარმოება ქვია. მე მაგალითად ჩემთვის რო გეკითხათ წლების უკან, აი როგორ იქნება ხო ეს პროცესი, ვინმე შეძლებს აქ საქმის გაკეთებას, იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ იმდენად აქაც ცოტა რთული თემაა, რომ წარმოვიდგინოთ, ნავთობის ფასია, აქაც ბიოსაწვავის ფასი რაღაცნაირად მიბმული, რაც უფრო მაღალია ნავთობის ფასი, მით უფრო რენტაბელობა აქვს, მაგრამ ბიოსაწვავმა ეს შეძლო, ხო, იქაც არსებობდა გარკვეული შავი ბაზარი, ხო, რაღაც აკეთები, რასაც ნედლეულის ნაწილში, ანუ ეხლა ჩვენ უკვე ერთობლივად, უკვე ვიყოთ ალტერვეისთან ერთად შევდივართ, სხვათა შორის ჩვენი მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენთანაც ეხლა ძალიან მძლავრი შავი ბაზარია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად მათ შორის მათი გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით ადგილობრივ ბაზარზე რაღაცნაირად შავი ბაზარი გადავტეხოთ და საბოლოოდ ყველა მივდივართ მიმართულებით, რასაც ქვია გარემოს დაცვა, მწვანე თემების გაძლიერება და მათ შორის თუნდაც ის, რომ მომავალში ჩვენ რეალურად შევქმნათ საწარმო თანამედროვე ევროპული სტანდარტების მნიშვნელოვანი საწარმო, რომელიც სალსახა და როგორც ბიოსაწვავია თქვა დღეს, ხო, რეგიონალური ცენტრი ამ მიმართულებით მიზიდულებით შესაძლებელია ზუსტად ამ კუთხით ნარჩენის ზეთის მიმართულებით გავაკეთეთ ბატონო ვანო. მაგალითად სანდროსთან ხშირად მისაუბრე ეთერში, რომ ახალგაზრდა საწარმოს მიმართულებით უკვე წლებია ურთულესი პროცესია ბატონებო. არ არის ერთი ხელის მოსმით პროცესი, დაწყებული დოკუმენტბრუნვიდან და დასრულებული, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოებამდე დოკუმენტბრუნვა დასრულებული გვაქვს. ესაც წარმოშენდება ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრინჰაბის სახელწოდებით არის ცნობილი, ჩვენი საკუთარი ტერიტორია, ასე ვთქვათ. მანამ სანამ ესაც წარმოშევა ექსპლუატაციაში, ჩვენივე ნედლეული ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ხა APM ტერმინალსის ნაწილში და სხვა პარტნიორობების ნაწილში, სწორედ ესეთი მიდგომა ჩამოვაყალიბეთ, რომ სანამ თანამედროვე გადამამუშავებელი სრულ ექსპლუატაციაში ჩაეშვება, ჩვენივე ნედლეული, რომელიც ამ წუთას ჩვენივე ძალებით პირველი გადამამუშავებელი საწარმოს ფარგლებში ვერ მუშავდება, ბატონო ვანო, ამის დამუშავებას ევროპაში ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც ერთადად აქ მოვიაზრებთ პარტნიორობას და შემდგომ ამისა უკვე ევროპული უმაღლესი ხარისხის საწვავს ვთავაზობთ საერთაშორისო კომპანიებს. სანდრო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აბედნიეროდ ძალიან ბევრია საერთაშორისო, პირველ რიგში ხასუსონ საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც აქვთ გაცხადებული მწვანე პოლიტიკები, მწვანე ტრანსფორმაციის, ლოგისტიკის, ასე ვთქვათ, გამწვანების, ემისიების შემცირების ნაწილში აქვთ კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ბლენდირება, ჯერჯერობით საუბარია საწყის ეტაპზე 5%-იანი ბლენდირებები, ჩვეულებრივი ნავთობდიზელისა და ბიოდიზელის ამ პრინციპის გამოყენები და შემდგომ დარწმუნებული ვარ, ეს ციფრიც ეტაპობრივად წლების განმავლობაში გაიზრდება, თავარია დანერგვა და ეს მიმბაძველობითი ქსელი
იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ მუშაობთ და ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს დარწმუნებული ვარ ერთობლივად ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, უკვე მუშაობთ კონკრეტულ კოოპერაციებზე, კონკრეტულ თანამშრომლობებზე და სექტემბრიდან უკვე თქვენთვის და საზოგადოებისთვის იქნება უმსხვილეს კომპანიებთან ამ თანამშრომლობის კუთხით, რა თქმა უნდა, გაფორმებული. ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი ბლოგი გამოგვივიდა. ძალიან ინფორმატიული, მრავლისმთქმელი, საყოველთაო და ძალიან მნიშვნელოვანი. ისწორედ მადლობას გიხდით თქვენ ბატონებო, ტრადიციულად საინტერესო აქცენტებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ ცხელი ზაფხულის, ცხელი აგვისტოს პერიოდში არ ვისვენებთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტოს პერიოდშიც ძალიან ხშირად იქნება ჩვენი სტუმრები. სექტემბერზე აღარაფერს ვაბარაკობ, იმიტომ რომ ახალი სეზონი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ბიზნესთან ერთად გამარჯვებით შევხვდებით სექტემბერს ახალ სეზონს და რა ვიცი, გვიგულეთ გვერდით როგორც ყოველთვის. მადლობა. ბატონი ვანუ თრალაშვილი, ბატონი მურმან ბატარაია იყვნენ ჩვენთან ერთად. გადაცემა მონეტიზაცია დღეს ამით დასრულებული არის. მე გემშვიდობებით ორ შაბათამდე, ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ასე რომ ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. თქვენ ასევე შაბათ-კვირებზე გერით გადაცემა შენობა